მე მინდა მიგრაციის საკითხს შევეხო, იმიტომ რომ აქედან ალბათ არ იქნება ადამიანი, ვისი მშობელი ან ნათესავი ან მეგობარი არ არის წასული უცხოეთში. და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ არის დაბალი ხელფასები ხო ქვეყანაში. და მეც ახლა მით უმეტეს დაბალ ხელფასზე მუშაობ. იქიდან გამომდინარე, რომ საათები უფრო მეტია. და ამ ხრივ რამე თუ იქნება ცვლილება. ვის გვყავს ემიგრაციაში ან მეგობარი ან ოჯახის წევრი? აი ამ შემადგენლობას ვინმე არის, ვისაც არ ყავს? 1 2 3 4 5. ანუ გამოდის, რომ ან უახლოესი მეგობარი ან ოჯახის წევრი ყავს ემიგრაციაში. ყველას თითქოს, ხო? სრულ უმრავლესობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში განცდა იმის, რომ სამუშაო სიშოვი იმედი გაქვს, რომ აქ შეძლებ განვითარებას, თითქმის ნულთან ახლოს არის. მოცემულობაა, ხო? მშობლების გარეშე ვიზრდებით, ხშირად ერთმანეთთან ემოციურ კავშირს ვყარგავთ, მიდიან 1-2 წლით და შემდეგ ისე გადის 10-15 წელი, რომ თვითონაც დრო ეპარებათ. ემიგრაციის სირთულე და ტკივილი მართლა ეს არის. თავარი ამბავი არის, რომ ამ ქვეყანაში იმედი შევქმნათ და რწმენა, რომ რაღაცების ცვლილება შეიძლება. აი ახლა ამდენი ხელი რომ დავინახე აწეული, მართლა მტკივნეული ამბავია. ჩემი მეგობრები მიდიან, უკვე ყველაზე სახიფათო განცდა როდის გამიჩნდა, იცით? აქამდე მეგობრების ნაწილი მიდიოდნენ და ნათესავები და ოჯახის წევრები იმისთვის, რომ აქ პერსპექტივას ვერ ნახულან, ანუ თვითონაც ცუდად იყვნენ. სამუშაოს ეძებდნენ, ანაზღაურება ჭირდებოდათ, ჯანდაცვა ჭირდებოდათ და მაგიტომ მიდიოდნენ. ბოლო პერიოდში დაიწყეს ჩემს სამეგობროში ფიქრით და უკვე წასვლაც უცხოეთში იმ ადამიანებმა, ვისაც კარგი ხელფასიც აქვთ და რეალიზებული ტიპები არიან. ეგ არის ყველაზე სახიფათო რამ, ჩემი აზრით. იმიტომ რომ როცა სამუშაო გააქვს და საშუალოზე მაღალი ხელფასი გაქვს, მაინც ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე მენტალური მდგომარეობა, რომ შენ საერთოდ განცდა არ გაქვს, რომ ეს შენი ქვეყანაა. იმიტომ რომ უსამართლობაა, შენ თანატოლებს იჭერენ, ციხეში უშვებენ, ცუდად გექცევიან, დაცულობის განცდა არ გაქვს, რომ ვიღაც პოლიციელი, რომელიც გაგაჩერებს, ვიღაც რაღაც ჯიბეში არ ჩაგყენის და მე არ დაგაბრალებს. ახობადი შემთხვევა რა იყო, პოლიტპატიმრად გაუშვეს ტიპი, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი და 8-დან 20 წლამდე უშვებდნენ ციხეში. 8-დან 20 წლამდე და მე უბრალოდ მართლა მტკიცებულება ვეღარაფერი ვეღარ დადეს, საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ლამის ჩვენებები და გამოშვება მოუწიათ. 8-დან 20 წლამდე. აი, თქვა ცუდი ადვოკატის პირობებში, რომ ვერ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. წარმოიდგინე, რომ 8-დან 20 წლამდე ციხეში, 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო. ეგრე ესეთი მუხლია. ანუ ამ ქვეყანაში რატო შეიძლება მოგინდეს დარჩენა? როცა ესეთი უსამართლობის განცდა გაქვს. ამიტომ ამბობ, რომ ისევ ყველაფერი არის ხელისუფლებასთან მივყავართ ყველა პრობლემას. და სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. საშუალო ბიზნესი, რომელიც არ არსებობს. დედაქალაქში იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის 60%. რეგიონებში უპერსპექტივობაა რა. მოსაწევი, ბირჟა და პერიოდულად რაღაცა სამეურნეო შრომა. პერსპექტივა რა არის? არაფერი. ამიტომ ერთად უნდა შევესიო და უბრალოდ მართლა მესმის, რომ ძალიან რთულია. მე ჩემი ახალგაზრდობა გამოვტოვე, გავატარე ძირითადად ქუჩაში, აქციებზე, ხან ტყიბულში ვიყავი, ხან ჭიათურაში, ხან კაზრეთში, ხან ზესტაფონში, ხან სვანეთში, ხუდონჰესის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ხო, ხან იზოლატორში. მაგრამ თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენ გარშემო ადამიანები, რომ მათი აქტიურობა არის მნიშვნელოვანი. ესაა გამოსავალი. და მათ შორის ემიგრაცია უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ როცა არჩევნები არის, საპარლამენტო არჩევნები და აუცილებლად იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ დაზოგონ საკუთარი თავი, სპეციალურად არ გვიხსნიან საარჩევნო უბნებს, იმიტომ რომ გაუჭირდეთ მისვლა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ან დედაქალაქში, იტალიაში რამდენი ემიგრანტი ცხოვრობს და ამ დროს გახსნეს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანი. უნდა დავარწმუნოთ, რომ კი, უნდა გადადონ ის 100 ევრო და ჩავიდნენ და ხმა მისცენ ცვლილებებს, რეალურ ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეგ არის გამოსავალი. ყველა პრობლემის გამოსავალი ერთი და იმავე წერტილში მიდის. ჩვენი აქტიურობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა ქუჩაში და მათ შორის არჩევნებზე ამ აზრის გამოხატვა.